შეხედეთ ამ რუკას. ეს არის სამხრეთ ჩინეთის ზღვა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სადაო და ტურბულენტური რეგიონი. ჩინეთი ცდილობს ამ ზღვაზე თითქმის სრული კონტროლის მოპოვებას მაშინ, როცა თავისი პრეტენზიები აქვთ ტაივანს, ვიეტნამს, მალაიზიას, ბრუნეისა და ფილიპინებს. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ აქ შეიძლება გაჩნდეს შემდეგი დიდი კონფლიქტი. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე გადის მსოფლიოს საზღვაო ვაჭრობის მეოთხედი, დაახლოებით 5.3 ტრილიონი დოლარის საქონელი და გლობალური ნედლი ნავთობის თითქმის ნახევარი. ამ ზღვის ფსკერზე, რაც დადასტურებულად ვიცით, იმალება 5 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი და 11 მილიარდი ბარელი ნავთობი. დიდი ნაწილი კი ისევ აღმოსაჩენია. აქაურ თევზჭერაზეა დამოკიდებული რეგიონის მოსახლეობის საკვებიც. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ქვეყნები ერთმანეთზე დავებიან ამ ზღვაში მდებარე თითოეულ პატარა კლდეს, აშენებენ სამხედრო ბაზებს და ქმნიან ხელოვნურ კუნძულებს, რითაც ყოველდღიურად ზრდიან დაძაბულობას. აქ კი ჩნდება შეერთებული შტატების ინტერესიც, უზრუნველყოს სავაჭრო გზების უსაფრთხოება და შეაკავოს ჩინეთის მზარდი გავლენა. ამ ვიდეოში ვსაუბრობთ, რატომ აცხადებს ჩინეთი პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე და რა შეიძლება ნიშნავდეს ჩინეთის დომინაცია ამ რეგიონში თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოებაში. შემოწმე ხარ თუ არა ჩემი გამომწერი და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. სამხრეთ ჩინეთის ზღვა მალაკას სრუტიდან ტაივანის სრუტამდე ვრცელდება და როგორც ყველა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან წერტილს აქვს ორი ძირითადი მახასიათებელი: სტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ამ ზღვის 90%-ის კონტროლზე აქვს პრეტენზია, რუკაზე ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ზღვა ჩინეთის გარდა სხვა მთავრობების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებსაც ესაზღვრება. მაშინ ვის რა ნაწილი ერგება? ამისათვის წესი საერთაშორისო საზოგადოებამ გასულ საუკუნეში შეიმუშავა. 1982 წელს გაერო მიიღო საერთაშორისო საზღვაო სამართლის კონვენცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ზღვის ან ოკეანის მოსაზღვრე სახელმწიფოს აქვს უფლება სანაპიროდან დაახლოებით 370 საზღვაო კილომეტრის მოშორებით აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, როგორიცაა ნავთობის მოპოვება და თევზჭერა. თითქოს ეს ზღვა იმხელაა, რომ ყველა მოსაზღვრე ქვეყანას უნდა იყოს საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული ეკონომიკური ზონა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში 250-ზე მეტი პატარა კუნძული, მარჯნის რიფი თუ მცირე ზღვინია, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ პრეტენზია. მაგალითად, ვიეტნამი ამტკიცებს, რომ მრავალი კუნძული თუ რიფი საუკუნეების განმავლობაში ვიეტნამელ მეთევზეებს ეკუთვნოდათ და ეს ტერიტორიები კოლონიურმა საფრანგეთმა ვიეტნამს ოფიციალურად მიაკუთვნა. ქვეყანამ ეს პრეტენზია 2009 წელს გაეროსაც წარუდგინა, რომელსაც შემდეგ მალაიზიაც შეუერთდა. მალაიზიის პრეტენზია გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციას ეფუძნება შელფის, ანუ კონტინენტური მეჩეთის პრინციპზე. ეს არის ზღვის ფსკერის ზედაპირი, რომელიც ეკვრის ხმელეთს და ახასიათებს მისი მსგავსი გეოლოგიური აგებულება. საერთაშორისო დადგენილებით, თუ ქვეყნის ხმელეთის შელფი ბუნებრივად ვრცელდება 370 კილომეტრის მიღმა, ამ ქვეყანას შეუძლია განაცხადი შეიტანოს კონტინენტური შელფის საზღვრების კომისიაში ეკონომიკური ზონის 650 კილომეტრამდე გადაწევაზე. თუმცა ეს ვრცელდება მხოლოდ ზღვის ფსკერზე და არა მის ზემოთ ნაწილზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადაო ზონაა სპრატლის კუნძულები, რომელთა სხვადასხვა ნაწილზეც 6 მთავრობას აქვს პრეტენზია. ფილიპინები რამდენიმე კუნძულს თავისი არქიპელაგის ნაწილად მიიჩნევს. ბრუნეი მოითხოვს გრძელ მართკუთხედის ფორმის ზონას სპრატლის კუნძულების სამხრეთ კიდესთან, თუმცა 10 წელების განმავლობაში მთავარი პრობლემა იყო საზღვრების დადგენა მალაიზიასთან. ჩინეთს, ტაივანს და ვიეტნამს კი მთლიან არქიპელაგზე აქვთ პრეტენზია. სპრატლის კუნძულების ჩრდილოეთით არის მეორე დიდი სადაო ზონა. პარასელის კუნძულების არქიპელაგი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 130 რიფსა და მცირე მარჯნის კუნძულს, რომლებსაც ვერ იყოფენ ვიეტნამი და ჩინეთი. 1974 წელს ვიეტნამის ომის ბოლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ სამხედრო ძალით დაიკავა მთელი არქიპელაგი სამხრეთ ვიეტნამისაგან და მას შემდეგ ჩინეთი სრულად აკონტროლებს პარასელის კუნძულებს, მაგრამ ვიეტნამი კვლავ აცხადებს მათზე პრეტენზიას. ჩინეთის დომინაცია სრულიად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ეგრეთ წოდებულ 9-ხაზიანი მონაკვეთის იდეას ეფუძნება. 1940-იანი წლების ბოლოს ჩინეთის რესპუბლიკის, ანუ ნაციონალისტური მთავრობის წარმომადგენლები ცდილობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის საზღვაო საზღვრების განსაზღვრას. 1947 წელს ჩინელმა კარტოგრაფმა იან შუჰუამ კი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის საკუთრება 11 ხაზით შემოფარგლა. თუმცა ეს ნიშნები ეფუძნებოდა ძველ საზღვაო რუკებს, ისტორიულ ნარატივებს, იმ დროის პოლიტიკურ მიზნებს და არა ზუსტ კოორდინატებს.
1959 წელს, როცა კომუნისტური პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ახალმა მთავრობამ ეს რუკა შეინარჩუნა. თუმცა მას შემდეგ, რაც მაო ძედუნმა ტონკინის ყურე ვიეტნამს გადასცა, შემოსაზღვრულ არეას 2 ხაზი მოაკლდა და დარჩა 9 ხაზიანი ტერიტორია, რასაც ჩინეთი დღემდე თავისად მიიჩნევს. ჩინეთის ნაციონალისტური მთავრობა და მათი მხარდამჭერები კომუნისტებთან დამარცხების შემდეგ ტაივანში გადავიდნენ, რომელსაც დღეს ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ქვია და რადგან თავდაპირველი საზღვრები მათი მთავრობის ქვეშ გაივლო, დღევანდელ ტაივანსაც ჩინეთის მსგავსი პრეტენზიები აქვს. შემდგომ ათწლეულებში ეს 9 ხაზი გადაიქცა ჩინეთის საზღვაო პრეტენზიების ცენტრალურ ელემენტად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი თავად არის გაეროს საზღვაო კონვენციის ნაწილი. ეს კი დანარჩენი მომიჯნავე ქვეყნებისათვის ვერ იქნება სასიხარულო. ამიტომ 2013 წელს ფილიპინებმა ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჩინეთის წინააღმდეგ. 2016 წელს კი სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩინეთის 9 ხაზიან მონაკვეთს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ამას ჩინეთი არ შეუჩერებია. ჩინეთი უკვე წლებია იკავებს კლდეებსა და რიფებს მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგ შემთხვევაში ახალ ხელოვნურ კუნძულებსაც აშენებს. CSIS-ის ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ცენტრის მიხედვით 2013 წლიდან შექმნილია დაახლოებით 13 მილიონი კვადრატული მეტრი ახალი მიწა და გაზრდილია ჩინეთის სამხედრო ადმინისტრაციული დაზვერვა. პარასელის კუნძულებზე ჩინეთს 20 სამხედრო პოსტი აქვს, ხოლო სპრატლის კუნძულებზე 7. პეკინი ასევე აკონტროლებს სკარბოროს რიფს, რომელიც 2012 წელს ხელში ჩაიგდო სანაპირო დაცვის მუდმივი პატრულირებით, თუმცა ამ ობიექტზე ინფრასტრუქტურა არ აუშენებია. საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან სხვა მთავრობები ჩინეთის ექსპანსიას. ტაივანი ერიდება ჩინეთთან ღია კონფრონტაციას. სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიღმა, ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და მათ შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოება ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს საომარ მდგომარეობაში. ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიმშვიდეს და სტატუს კვოს ამჯობინებს. თუმცა პროვოკაციებს მაინც აქვს ადგილი. მაგალითად, 2025 წლის სექტემბერში ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები ტაივანის მიერ კონტროლირებულ წყლებში შევიდნენ, რამაც ტაივანის სრუტეში დაძაბულობა შექმნა. ბრუნეი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთთან ვაჭრობაზე. ბრუნეის ექსპორტი ჩინეთში 2019 წლიდან გახუთმაგებულია, შესაბამისად მას აღარ აწყობს სავაჭრო პარტნიორის დაკარგვა. მალაიზიაც როგორც წესი მშვიდადაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნავთობისა და გაზის მოპოვებას ცდილობს ისეთ ზონებში, სადაც მისი ეკონომიკური ზონა ჩინეთის 9 ხაზიან მონაკვეთს ემთხვევა. ჩინეთი პროტესტს გამოხატავს, მაგრამ მალაიზია საქმიანობას მაინც აგრძელებს. ვიეტნამს მთელ რიგ კუნძულებზე აქვს პრეტენზია და მათზე კონტროლის დასამყარებლად ნელ-ნელა ჩინეთის ტაქტიკასაც იმეორებს. 2014 წელს ვიეტნამმა შენიშნა ჩინური კომპანიის ნავთობის პლატფორმა პარასელის კუნძულებთან ახლოს, სადაო ზონაში. პეკინის აზრით, ტერიტორია ჩინეთის საზღვრებში იყო, ხოლო ვიეტნამმა ეს ნაბიჯი თავისი სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა. ჩინეთმა რეგიონში გაგზავნა ასობით გემი, რომლებმაც ვიეტნამური ხომალდები აგრესიულად განდევნეს, რასაც ვიეტნამში მოჰყვა მასობრივი ანტიჩინური პროტესტები და ძალადობრივი შეტაკებები. ამის შემდეგ ვიეტნამმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საქმიანობა კიდევ უფრო გაზარდა და 2025 წლისათვის ჩინეთთან შედარებით 70%-ით მეტი ხელოვნური კუნძული აშენა, თუმცა უცნობია, რატომ არ პასუხობს ამას ჩინეთი. შეიძლება დათმობაზე მიდის კომუნისტურ პარტიებს შორის პარტნიორობის გამო, ან უფრო მედგარ მოწინააღმდეგესაც უმკლავდება. ფილიპინებს. ფილიპინები ჩინეთის ყველაზე ხმამაღალი მეტოქეა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. გარდა იმისა, რომ მანილამ პეკინს სასამართლო დავა მოუგო და საერთაშორისო სკანდალში გახვია, ფილიპინებსა და შეერთებულ შტატებს შორის 1951 წლიდან არსებობს ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება, რითაც ამერიკა იღებს პასუხისმგებლობას მის უსაფრთხოებაზე. თუმცა ჩინეთი არც ამას უშინდება. 2021 წლის მარტის დასაწყისში ფილიპინების სადაო ტერიტორიასთან 200-ზე მეტი ჩინური თევზჭერის გემი შენიშნეს, რომლებიც სულაც არ ეწეოდნენ თევზჭერას. მათმა მუდმივმა ყოფნამ გააჩინა ეჭვი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩინეთის დაზვერვის მცდელობა და მორიგი კუნძულის მშენებლობის წინაპირობა. გასული წლის ივნისში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაპირისპირება მკვეთრად გამწვავდა, როცა ერთ-ერთი კუნძულისაკენ მიმავალ ფილიპინების სამხედრო საბარგო ხომალდს გზა ჩინეთის სანაპირო დაცვამ გადაუკეტა. ჩინეთის სანაპირო დაცვის წევრები კი, როგორც კადრებში ჩანს, ფილიპინელებს ცულებითა და დანა ჩაქუჩებით ემუქრებოდნენ.
მსგავსი შემთხვევა 2025 წლის ოქტომბერშიც განმეორდა. ფილიპინების ინფორმაციით, ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდები ფილიპინელებით დასახლებულ თიტუს კუნძულის მახლობლად გაჩერებულ გემს შეეჯახნენ. მანილამ პეკინი აგრესიული და დაუშვებელი ქმედებების გამო დაგმოდა, განაცხადა, რომ ინციდენტი მოხდა ფილიპინების სუვერენულ ტერიტორიულ წყლებში. პეკინმა კი ბრალდებები უარყო და თავად მანილა გამოაცხადა მომხდარის პროვოკატორად. მაგრამ რას აკეთებს ამ დროს საერთაშორისო საზოგადოება? როდესაც ჩინეთმა ფილიპინებთან დაკავშირებული ისტორიული საარბიტრაჟო დავა წააგო, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ქცევის კოდექსის შექმნა სცადა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საშუალებით. ეს კი ბევრმა ანალიტიკოსმა ჩინეთის მოჩვენებით საქციელად მიიჩნია დიპლომატიური ზეწოლის ასაცილებლად, რადგან ორგანიზაცია 2002 წლიდან ცდილობდა მსგავსი კოდექსის შემუშავებას, თუმცა ჩინეთს მანამდე ეს საკითხი სერიოზულად არ მიუღია. არც ბოლოდროინდელი მცდელობა მიიწევს მაინც და მაინც წინ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას 11 რეგიონალური წევრი ჰყავს, რომელთაგანაც ყველა არ ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ბევრს არ სურს ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი რჩება ისევ იმ 4-5 ქვეყნისთვის, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ასეთ ვითარებაში კი პროგრესიც შენელებულია. თუმცა 2025 წლის აპრილში, როგორც ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები პოლიტიკურად მზად არიან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის წესების კოდექსის დასამტკიცებლად 2026 წლისთვის. ამიტომ დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ რეგიონში განსაკუთრებული ინტერესი აქვს შეერთებულ შტატებსაც. იქიდან გამომდინარე, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გადაზიდვების ზონაა, შეერთებულ შტატებს არ აწყობს ამ სტრატეგიულ ტერიტორიაზე მისმა მეტოქე ჩინეთმა დაამყაროს თითქმის სრული კონტროლი. ამას ჩინეთი გამოიყენებს გეოეკონომიკურ ბერკეტად და იმაზე დიდ გავლენას მოიპოვებს მსოფლიო ვაჭრობაზე, ვიდრე იშვიათი მიწა ელემენტების საშუალებით უკვე აქვს, რაც ამ ვიდეოში დეტალურად განვიხილეთ. შეერთებულ შტატებთან ერთად ამ ზღვის გადაზიდვებზე არიან დამოკიდებული მისი მოკავშირეებიც, როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა და ფილიპინები. თითოეულ მათგანთან კი ამერიკას ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რითაც პასუხისმგებლობას იღებს მათ უსაფრთხოებაზე და ნებისმიერი სერიოზული დაძაბულობა რეგიონში რისკავს ამერიკის სამხედრო ჩარევას. ამერიკის ახლო პარტნიორად ითვლება სინგაპურიც, რომელსაც შეერთებულ შტატებთან თავდაცვის ხელშეკრულება არ აქვს, მაგრამ სინგაპური დიდი ხანია ამერიკულ ხომალდებსა და სამხედრო თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს გამოიყენოს თავისი ბაზები, საჰაერო სივრცე თუ პორტები. სინგაპური კი მდებარეობს მალაკას სრუტეზე, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საზღვაო ობიექტზე მსოფლიოში, საიდანაც გემები სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში ხვდებიან. შესაბამისად, შეერთებული შტატები ვერც მაშინ უყურებს მოვლენებს მშვიდად, თუ მალაკას სრუტეში შეფერხებები იქნება. ამ სტრატეგიულ სრუტეზე კი მეტ ინფორმაციას ამ ვიდეოდან მიიღებთ და არ გამოდავოთ. ამიტომ შეერთებული შტატები 2015 წლიდან ახორციელებს ნავიგაციის თავისუფლების ოპერაციებს, FONOPS, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რაც გულისხმობს ამერიკული სამხედრო გემების და ავიაციის მიზანმიმართულ გავლას იმ წყლებში, სადაც ჩინეთი ითხოვს სუვერენიტეტს ან ზღუდავს უცხო ქვეყნების გადაადგილებას. ამ ოპერაციების მიზანია დაიცვას საერთაშორისო ნავიგაციის თავისუფლება და აჩვენოს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა არ არის ერთი ქვეყნის ექსკლუზიური სივრცე. 2025 წლის ზაფხულს კი ფილიპინების სასამართლოში გამარჯვებიდან 9 წლის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა პატივიეცა სასამართლო განჩინებისათვის და შეეწყვიტა რეგიონის დესტაბილიზაცია. რომ შევაჯამოთ, სამხრეთ ჩინეთის ზღვა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური რეგიონია, სადაც კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება წარმოიშვას. ჩინეთს ამ მომენტისათვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რომლის დათმობასაც არ აპირებს, თუმცა უცნობია ამერიკა ჩაერევა თუ არა სამხედრო გზით, თუ კონფლიქტი გამწვავდა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? გამიზიარეთ კომენტარებში. ხშირად მეკითხებით თუ რა წყაროებს ვიყენებ კონტენტის შესაქმნელად, ამიტომ თქვენთვის მოსახერხებელი გამოსავალი ვიპოვე. ჩვენს ახალ ვებგვერდზე fyigeo.com-ზე თქვენ უკვე შეგიძლიათ ყველა წყაროს ნახვა და გადამოწმება. ამასთან ერთად შეხვდებით ვიდეო, აუდიო და წერილობით კონტენტს ერთ სივრცეში, ამიტომ არ გამოტოვოთ, ბმული კომენტარებში გელოდებათ. ვიდეოს ბოლოს ტრადიციულად მადლობას ვუხდი ერთგულ მაყურებელს, ახალ მაყურებელს კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ დამოუკიდებელი საქმიანობა სპონსორის გარეშე, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. მე კი ამ ვიდეოში შეგხვდებით, სადაც ჩინეთის ეკონომიკურ დომინაციაზე ვსაუბრობ იშვიათი მიწა ელემენტების ინდუსტრიაში.